კარგებო, დილა მშვიდობისა, შუა დღე მშვიდობისა, ვინც როდის ვიყურებთ, არა აქვს მნიშვნელობა, ღმერთმა სიკეთე და სიხარული მოგცეთ. მოვედით თქვენთან საურთიერთობოდ და საჭორაოდ. მივდივარ ჩემ დაქალთან, აგარაში ვარ. მივდივარ ჩემ დაქალთან ქორწილის ნამცეცობაზე. ახალგაზრდული ქორწილი იყო და ახალი ამბები ხო უნდა მომიყვეს ახლა და მისი ბიჭის ქორწილი იყო, ვულოცავ კიდევ ერთხელ აქედანაც. ხო და უნდა მომიყვეს ამბები, დამათვალიერებინო სურათები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გავიღვიძე დღეს და მეგონა რომ არიქა იმდენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ხო საერთოდ გადავუსვი ყველაფერს ხაზი და გადავწყვეტე რომ ჩემ თავს მივხედა და წავიდე ჩემ მეგობრებთან ურთიერთობისთვის და კარგი დროის გასატარებლად. გაზი მოვიდა. აი რა კარგია. დენისის რომ აქვს ავზი, რომელიც წყალს მიცხელებს. დენი რო არ არის, მაშინაც შეიძლება ჩემთან ბანაობა. წყალი რომ არ არის, მაშინაც შეიძლება ჩემთან ბანაობა და ეს არ აქვია. გაზი რომ არ არის, მაშინაც შეიძლება ჩემთან ბანაობა. ასე რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ბევრს მიწევს. რაღაცა თვეში 60-70 ლარს მიწევს და ალბათ ზაფხულს უფრო მეტი იქნება. ასე რომ ჩემო კარგებო, გაზი მოვიდა და გახარებული ვარ სახლში. ოჯახისთვის ყველაფერია, გამოაღონ მაცივარი და მიაჭირონ თითი იმას. გასკურას და სარწყის მანქანას. ეს ყველაფერი უკვე თავადაც შეუძლიათ. მინდოდა და ტაქსით წავსულიყავი, იმიტომ რომ რა ვიცი, შური არ არის, მაგრამ მიფიქრე უცბად მივალ არ ვალოდინებ იმ გოგოსკო და მაგრამ არ იდგა ტაქსი ადგილზე და ასე რომ მივდივარ ფეხით. აქვეა ერთი ნახევარი გზა უკვე დაფარული მაქვს რა. ხო და ისე კი მეზარება ძალიან. მაგრამ რა ვქნა რა ვუყო. არ შეიძლება ესე დაზარება უნდა იაროს ადამიანმა ფეხით. უნდა გაჯამრთელდეს, გაახდეს და ასე შემდეგ. ასე თქვა, აღარ ილაპარაკო წონაზე, თუ შეიძლება გავგიჟდეო. აღარ ილაპარაკო. ამ საქმეს მიხედავ, ამ ბევრს ნუ ლაპარაკობ. თქვენ შეგაწუხეთ, ხო? როგორც ცივდა გუშინ და დღეს დამცხა. გუშინ ისე ცივდა რა. გათბობა ჩავრთე. დილით ცოტა წამოწინწყლა. თითქმის შემშრალი სარეცი. დაუნამავს, არა უშავს, ახლა მზეზე მოწესრიგ იქნება. მე მგონი ესპერანგი უნდა გავიხადო და მაისურში ვიარო. ძალიან დამცხა ჩემო კარგებო. ისეთი ლამაზი ყვავილები აქვს ჩემ მეგობარს ეზოში. აუცილებლად გაჩვენებთ და აუცილებლად იქნებ მოვპარო ეს 1-2 ჯირი. შენთან დავრგო. ასე რომ კარგ დღეს გისურვებთ კიდევ ერთხელ. თუ რამე საინტერესო იქნება, აუცილებლად გადავიღებ და გიჩვენებთ. დაღამომშვიდობისა ჩემო გოგოებო და ბიჭებო, ნამცეცობა ბედნიერად ჩასრულდა, ძალიან კარგად გავიხალისეთ, ბევრი ვიცინეთ, გემრიელად ვისადილეთ, გამოვიარეთ მე იქიდან ჩვენ მეგობართან, ხო და აი იასამნები გამომატანა. ხო საოცრება, აი სასწაული არ არის ეს მწვანე და მუქი ფერის იასამანი. იცით კახეთში თურმე აი ესეთ მუქ იასამანს ეძახიან ბუჟღა იასამანს, ბუჟღას. მე ჩამაგ ესეთი ბუჟღა იასამანი, მაგრამ ესე ქუჩქუჩა ყვავილები ჯერ არ აქვს, იმიტომ რომ ახალგაზრდაა. კარგად რო გაიტოტება, მეც მექნება ესეთი სილამაზე. ისეთი სურნელი აქვს საოცრება. ტექნოლოგია ისე იგი როდის წავა იქამდე რომ ეკრანიდან სურნელი გადავიდეს, ხო არ იცი? არ იცი ჯერ ხო? სხვათა შორის მაგას ქვია თურმე კინესთეტიკური კინო. ძალიან ძვირიჟდება, თუმცა შეიძლება ამისი გაკეთება ტექნიკურად. კინესთეტიკური კინო. აი ესე. დღეს იყო თბილისში ხანძარი კი და 15,000 მეტр კვადრატი დაიწვა ბაზრობის ტერიტორიაზე და ხალხს სასწაული ისინი საქონელი დაეწვა, რითიც ვაჭრობდნენ. აბა
სულ ბაზრობებზე ჩდება ეს ხანძრები. მე ბაზრობა არ ვიცი, ელიავა, სამგორი, ლილო, სულ იქ ჩდება ხანძარი. რა ვიცი, ან ეს 15,000 კვადრატული ეს სწრაფად როგორ დაიწვა. ვიღაცა მიეხმარა. სრულიად შესაძლებელია. ჩვენ ქვეყანაში გასაკვირი არაფერი არ არის. ისე კარგად მახსოვს 90-იან წლებში მთაწმინდაზე რო ცხოვრობდით, ცენტრში თვეში ერთხელ მაინც მოდიოდა ინვესტორი სხვადასხვა კორპუსში და ხალხს თავაზობდა პირობების გაუმჯობესებას, უფრო მაღალსართულიანი საშენებას, თანხის გადახდას და ვინც თანხმდებოდა ხო კაი და ვინც არ თანხმდებოდა და იმ მოლაპარაკების საღამოსვე იწვებოდა ისა. ჩემი სახლის წინ დიდი შენობა უარი თქვეს მაცხოვრებლებმა, ჩვენ ისედაც მშვენიერი ბინა გვაქვსო და არც გაფართოება გვინდა და არც ფულია მშვენიერი რემონტი გვაქვს და ეს ანტიკვარული ავეჯისაც წავიღოთო და შეგვიძლია ცოტა ხანი აქ გავჩერდეთ. სადაკა. აი აქ აი ქალბატონთან. ხო და ესე ხდებოდა. ცოტა ხანი გადავალ ახლა ჩემ ახალ მეზობელს მცენარე უნდა მივართო. აი ასე შემოგარდება მოვბრუნდი შინ, ჩამოვიბანე პირი, ჩავიცვი საშინაოები და ნელ-ნელა ვიწყებ იცით რას. ჩემი დიეტური ულუფების მზადებას, რომ ცოტა მინდა საყინულეში გავყინო. ასე მაგალითად, მუჭებით ფარში მაქვს გაყინული, კოტლეტი მაქვს გაყინული, მოხარშული ლობიო მაქვს და ვფიქრობ, რომ ოსტი რო შევიძინე თბილისში, ისიც მოვხარშო და გავყინო. აი მოვიმზადე ჭარხლის ფოთოლი, ამასაც გამოვკრავ, იმას ვიზავ, მოვწალავ და გავყინავ პატარა ულუფებად, აი ერთ ჭამაზე რომ მეყოს. ბროკოლი ისეთი კარგი იყო ეს ბროკოლი, ისეთი კარგი, აი იცით როგორი ხასხასა მწვანე და ერთ ღამეში აი ეს დაემართა. იმ დღესვე ვერ გავაკეთე და ესე დაემართა. ქათამი შევიწვი, ამასაც გავყინავ კონტეინერით. აგერ ბატონო კომბოსტოს ვხარშავ, მოხარშულ კომბოსტოს კარგად გავწურავ და თითო ულუფას ესე თითო მუჭს ჩავდებს ასევე საყინულეში, ერჯერად კონტეინერებში, ან ერჯერად ცელოფნებში. ამოვიღებ მე მოხრაკავ ხახვით, მოვასხავ ტყემალს, გავუკეთებ რაღაცა соус, ნიგვზით შევაზავებ და ცოცხალი მწვანილით და ნივრით, მოკლედ ნელ-ნელა ამ ყველაფერს ვამზადებ. კონსერვები შევიძინე ჩემთვის ტონო. მე ძალიან არ მიყვარს თევზი, თევზეულიდან ერთადერთი მიყვარს ლუდზე მისაყოლებელი მარილიანი მშრალი თევზი, რა ქვია კაპჩონი, შებოლილი და ესეთი დასაბრახუნებელი როა და ხიზილალა. ტონოც მიყვარს ზეთში. ამიტომ ვიყიდე ეს ტონო ზეთშიც და მარილწყალშიც და რაღაცა სალათებს გავიკეთებ. მოვიმარაგე კვერცხი, მოვიმარაგე, აბა ვნახოთ კიდე რა მოვიმარაგე. გატარებული ნიგოზი მაქვს, უმარელო ყველი და ნადუღი მაქვს, კომბოსტოს ფოთლები მაქვს, სალათის ფოთლები მაქვს. მოკლედ რაღაცეები მაქვს, რომ აი ესე რომ ხო, აი რა უნდა გავაკეთო ახლა აუცილებლად ჩია უნდა დავალბო. პირდაპირ მასში კილებში ჩავალბობ ჩიას და სელს და საჭიროების შემთხვევაში, ანუ დილით ამოვიღებ ერთ-ორ სუფრისკოვს, ჩავდებ მინდა ხაჭოში, მინდა ნადუღში, კენკრასთან ერთად და მინდა მაწონში. ასე მასწავლა მე ჩემმა ენდოკრინოლოგმა. მე ყოველთვის ესე ვაკეთებო, მაქვსო მზადო და დილით გამოვიღებო ამ იმასო, მაწონსო, ჩიასო ერთმანეთში გადავურევო და მივირთმევო და ესე უზმოზე ჩემი მისართმევი ულუფაო და ცელსაც და ჩიასაც თავისი მაწიერება აქვს და ეს ორგანიზმის დამჭერია და იქნება ეს რაციონალურად ვიკვება, მოკლედ და ვიღალე ვინდება უკვე. აი ასე ჩემოკარგებო, აი ესეთი დღე მქონდა, ასეთი ცივი გაზაფხული მე რაც აქ ვცხოვრობ აგარაში 2017 წლის შემდეგ მე არ მახსოვს. სხვაჩვენს არც თბილისში. აპრილის ბოლოს დღეებში ასეთი სიცივე იყოს, რომ გათბობა იყოს ჩასართავი. აი
7 აპრილს მამა ჩემის დაბადების დღეა და აი 7 აპრილი, 10 აპრილი იყო ხოლმე მაქსიმუმი, როცა გათბობა გქონდა ჩართული და მე უკვე აი ამ 10 აპრილის შემდეგ ყველაზე გვიან 15-ში, 20-ში გამქონდა ხოლმე ჩემი მცენარეები და ჯერ მცენარეები, მიუხედავად იმისა, რომ მოვრწყე მეორე სართულზე იქ დედასწალში, გარეთ არ გამომიტანია. აქ კი გავიტანე აივანზე, მე რა აქ დიდი მცენარეებია, ეგენი გადაიტანენ. რა ვიცი, აბა რა გითხრათ. აირია ბუნება. დღეს კერვის სურვილი მაქვს. თუ მექნა, თუ შემრჩა მაგისი უსილა, ძალიან კარგი იქნება. მოხსნი ახლა სარეცხს და შევუდგები ჩემ ისეთ საქმეს, რომელიც უნდა გავაკეთო დამჯდარმა სერიალ ჩართულზე და მეთი ხანდახან გავიკეთებ ხოლმე ჩემ უშაქრო მწვანე ჩაის და ხელსაქმით. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად, შემოკარგებო, მადლობა კომენტარებისთვის, მადლობა რომ მაგრძნობინებთ, რომ მიიყურებთ, ჩემთან ერთად ხართ, ხან ჩემ აზრს იზიარებთ, ხან არ იზიარებთ და საერთოდ შეგრძნება იმისა, რომ ორმხრივია ჩვენი ურთიერთობა და ტყუილა არ ვლაპარაკობ, ძალიან მაყარებს. კარგ საღამოს, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და შევხვდებით ხვალ. კარგად გრძნობებოდეთ.